პროფესიული განათლება, როგორც მოკლე და ეფექტური გზა დასაქმებამდე, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და არა მარტო ახალგაზრდებში. პროფესიული განათლების მიმზიდველობას განაპირობებს ისიც, რომ სახელმწიფოს განათლების ეს მიმართულება პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული და პროფესიული სასწავლებლების მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს. 28 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიულ დაწესებულებებში რეგისტრაცია დაიწყო. პროფესიული განათლების მსურველებს 20 მაისამდე სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეეძლებათ დარეგისტრირება. ჩვენი გადამღები ჯგუფი ყველაზე ძველ პროფესიულ სასწავლებელს ეწვია, რომელიც 132 წლის წინ ილია წინამძღვრიშვილმა დააარსა და დღემდე არაერთი მიმართულებით ახდენს კვალიფიციური კადრების მომზადებას. მე გახლავართ მარიტა ზურაშვილი, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის მევენახება მეღვინობის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებული. აღნიშნული პროგრამის დასრულება ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჩემი პროფესიული განვითარების კუთხით. კოლეჯს აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასევე აქვს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი მარანი, სადაც სტუდენტებს რეალურ გარემოში შეუძლიათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება. ასევე პროგრამას უსხებიან საკმაოდ მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც აქტიურად გვიზიარებენ საკუთარ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას. კოლეჯის შესახებ გავიგე სოციალური ქსელით, შემდეგ დავრეგისტრირდი რეგისტრაციების დროსვე წერტილი-ემის-წერტილი-ჯიზე, ჩავაბარე მოტივაციური გასაუბრება და ასევე წერილობით ტესტირება, რის შემდეგაც ჩავირიცხე კურსზე და აქტიურად დავიწყე სწავლება. პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ საინტერესო იყო, აღფრთოვანდი პირველ რიგში გარემოთი და შემდეგ მომუშავე გუნდით, რომელიც მუდამ გამოთქვოდა მზადყოფნას ჩვენს დასახმარებლად. პირადად ჩემთვის კოლეჯში მიღებულმა თეორიულმა და პრაქტიკულმა ცოდნამ, ასევე კვალიფიკაციამ განაპირობა ის, რომ მე ვმუშაობ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში აგრარული მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. სწავლა ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ, კოლეჯებში მათ დახვდებათ ისეთი გარემო, სადაც მარტო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, ანუ მათ ექნებათ საშუალება არაფორმალური განათლების მიღების, სტუდენტური აქტივობების, ეს იქნება სტუდენტური კლუბები თუ სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობები. განათლების სამინისტრო მუდმივად ახორციელებს კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, იმისათვის, რომ ახალ სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში და სასწავლო პროცესი წარიმართოს იმ კუთხით, რაც გათვლილია სტანდარტების შესაბამისად. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე VTMIS-ში, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. დღეისათვის მიღებაზე შეთავაზებული გვაქვს 8200-მდე პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, VTMIS-ში პორტალზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ დარეგისტრირდეს ან მიმართოს კონკრეტულ კოლეჯს, რომელიც გაუწევს შესაბამის დახმარებას და მხარდაჭერას რეგისტრაციის პროცესში. 2025 წელს კვლავ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის. პროფესიულ განათლებაში ჩვენ თავაზობთ მრავალფეროვან პროგრამებს, რომლის განახლებაც დაიწყო შარშან და წელს უკვე განახლებული კვალიფიკაციებით, ახალი პროგრამებით შეგვიძლია რომ შევთავაზოთ სასწავლო პროცესი მოსახლეობას. რაც შეეხება საბაზო განათლების მქონე მოსწავლეებს, მათთვის შეთავაზებულია ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის დასრულების შემდეგ მათ ეძლევათ როგორც პროფესიული დიპლომი, ასევე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ ატესტატი.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში. პროფესიულ განათლებაში გვაქვს დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამები, რომელიც თავის თავში გულისხმობს პროგრამის სასწავლო პროცესის უმეტესი ნაწილის კომპანიაში ან საწარმოში განხორციელებას. პრაქტიკულ კომპონენტს ისინი გადიან დამსაქმებელთან, ამავდროულად დამსაქმებელი მათ უფორმებს შრომით ხელშეკრულებას და ეს ნიშნავს, რომ სტუდენტი პარალელურად დასაქმებულია კომპანიაში და მისთვის იმ შემთხვევაში თუ ის წარმატებით დაასრულებს კურსს, უკვე გარანტირებულია დასაქმება კონკრეტულ დამსაქმებელთან და კომპანიაში. 1893 წლის 4 სექტემბერს ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის ილია წინამძღვრიშვილის დიდი ძალისხმევით და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერითა და დახმარებით წინამძღვრიანთკარში საქართველოში პირველი სასოფლო სამეურნეო სკოლა დაარსდა. სკოლაში ისწავლებოდა მიწათმოქმედება, მებაღეობა, მევენახეობა, მეღვინეობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, მეტყევეობა და სხვა. ილია წინამძღვრიშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განათლებას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 122 წლის შემდეგ, 2015 წელს, წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი დაფუძნდა. მან გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად, ოლღა არხუთაშვილთან, გაეხსნა სოფლის მოსახლეობისათვის უმწეო ღარიბი გლეხობისათვის სასწავლებელი, სადაც ერთობლივად იქნებოდა როგორც პრაქტიკა, ასევე თეორიის სწავლება. და 2015 წლიდან ჩატარდა ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, აღდგა დაზიანებული შენობა, გააგრძელა ზუსტად იმ პროფილით მუშაობა, რაც დღეს აქვს აგრარული მიმართულება. რესტავრაცია ჩატარდა სრულიად საგანმანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მაშინ ესე იყო ეს სამინისტრო, ვეცადეთ ყველანაირად, რომ აღგენილიყო იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც ევროპაშია შესაბამისი განათლების მქონე კურსდამთავრებულისათვის. კოლეჯის მისიაა მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრები, როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის მასშტაბით შრომის ბაზრისთვის. ხელი შეუწყოს ინდივიდის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ასევე უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობის ზრდას. ღირსეულად ახორციელებს ჩვენი კოლეჯი დაახლოებით 10 წელიწადია სადღეო საქმის პროგრამას, თუმცა დღეის მდგომარეობით პროგრამა გაიზარდა და ახლანდელი მიღება იქნება 19 თვის ვადით, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაში შემავალი სიპების, როგორიც არის ეროვნული სადღეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და მათ შორის ველური ბუნების დაცვის სააგენტო, აი ამ სიპების მაღალი კვალიფიციური პერსონით უზრუნველყოფას. ჩვენ გვაქვს აგრომექანიზაციის ფაკულტეტი, რომელშიც ისწავლება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისი, რემონტი და მომსახურება. კურსდამთავრებულები პრაქტიკული ცოდნის შემდეგ მიიღებენ შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ნებისმიერი შიდაწვის ძრავის მოვლა, მომსახურება და რემონტი. შეუძლიათ მათ ნებისმიერ სარემონტო სახელოსნოში წარმატებით შეასრულონ მათზე დაკისრებული სამუშაო და მოვალეობა. ეს ნუკრი ლაშქარაშვილია, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტუდენტი, რომელიც კოლეჯში სწავლის პარალელურად არაგვის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერად მუშაობს. კოლეჯში მიღებული ცოდნა მას პროფესიულ საქმიანობაში ეხმარება. მან მნიშვნელოვნად გააღრმავა საკუთარი ცოდნა აღნიშნული მიმართულებით. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავეუფლო კიდევ ახალ პროფესიას დამატებით, ეს მეტყევის პროფესია, სადაც ვსწავლობთ როგორც აღდგენა გაშენებას, მოვლას, დაცვას, ტყის, ბუნების. კოლეჯი არის მართლა უნიკალური თავისი არსით, იმიტომ რომ ფლობს ძალიან დიდ ტექნიკურ მატერიალურ ბაზას საქართველოში პრაქტიკულად არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ აქვს ამხელა ბაზა. კოლეჯი მრავალპროფილურია, თუმცა მისი წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია: მევენახეობა, მეღვინეობა, მეხილეობა, სატყეო საქმე, მეფუტკრეობა, აგრომექანიზაცია, ვეტერინარია, აღმზრდელი, ბუღალტრული აღრიცხვა, ხის მხატვრული დამუშავება და სხვა. აქ მიღებული ცოდნა დამეხმარა ჩემი მეურნეობის განვითარებაში, რის შედეგადაც უფრო მეტ პროდუქტს ვაწარმოებ ფუტკრის, ვიდრე აქ მოსვლამდე და ჩემი მეურნეობა უფრო შემოსავლიანი გახდა.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ხედვაა 2027 წლისთვის ჩამოყალიბდეს ლიდერ კოლეჯად კვალიფიციური კადრების მომზადებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით, რითაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.